დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები და პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობდნენ, რომ ეს რეპრესიული კანონიც ისეთივე მარტივად წარმოეჩინათ, როგორც სხვა კანონების შემთხვევაში მოგვისმენია მათგან და ირწმუნებოდნენ, რომ ისინი არათუ რაიმე ფინანსური მხარდაჭერის გაკონტროლებას ან აკრძალვას აპირებენ, არამედ აპირებენ, რომ უბრალოდ ნებართვა მოითხოვონ ყველასგან, ვინც ამ ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს. და ის ხვრელი ამოავსონ, რაც მათი თქმით არის გამოყენებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. იურისტები ბუნებრივია საუბრობენ ამ კანონპროექტზე, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება აპირებს ყველაფრის გაკონტროლებას და განსაკუთრებით მას აწუხებს ფული, რომელიც ქვეყანაში არსებობს და რომელიც მის მიერ არ არის გაკონტროლებული. შესაბამისად, ის გააკონტროლებს ფულსაც და გააკონტროლებს ადამიანებსაც, რომლებიც დამოუკიდებელ ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ და დამოუკიდებლები არიან ხელისუფლებისგან. მთავარი მიზანი იურისტების თქმით, რაც აქვს ქართულ ოცნებას ამ კანონპროექტის დამტკიცებით, არის ტოტალური შიშის დათესვა მოქალაქეებში, რომ მათ სამომავლოდ შეზღუდონ საკუთარი პოლიტიკური განწყობების გამოხატვა და უარი თქვან პოზიციონირებაზე გამომდინარე იქიდან, რომ მათ ექნებათ შიში, ხომ არ არღვევენ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვით რაიმე კანონს. ფული, რომელსაც ქართული ოცნება ვერ აკონტროლებს, იმას ეძახის, რა თქმა უნდა, უცხოურ ფულს, უცხოურ გავლენად, მაგრამ რეალურად ეს არის ორგანიზაციების და ადამიანების დამოუკიდებლობის გარანტია, დამოუკიდებლობის ქართული ოცნებისგან და იმ ფულისგან, რომელსაც ქართული ოცნება ვერ აკონტროლებს და აი ამის გაკონტროლებას სურს სწორედ ქართულ ოცნებას. ამიტომ ისინი აკეთებენ რას? აკეთებენ იმას, რომ უბრალოდ ცდილობენ ნებისმიერმა პირმა უბრალოდ უცხოური თანხა აღარ მიიღოს და ამბობენ იმას, რომ თუ შენ მიიღებ ნებისმიერი პირი არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება ორგანიზაცია, ფიზიკური პირი თუ ვინ თანხას უცხოური წყაროდან და თუ ეს შეთანხმებული არ იქნება ქართულ ოცნებასთან, ამის გამო 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დაგემუქრება. არ ვიცი, ამას კონსტიტუციასთან კი არა, არც სამართალთან ზოგადად და არც ჰუმანურობასთან არ აქვს საერთო. ქართული ოცნება რაღაცა საკანონმდებლო ხვრელებს კი არ ამოქოლავს აქ და რაღაცა კანონდამრღვევების გამოვლენას კი არ ცდილობს, არამედ ცდილობს უბრალოდ იმას, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანებმა ფინანსები, ფული ვეღარ მიიღონ ქართული ოცნებისგან დამოუკიდებელი წყაროს მეშვეობით. Დენად ფართო წერია და მუდოვნად, რომ რეალურად ინტერპრეტაციის საკითხი იქნება მერე უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან და შეიძლება როგორც გითხარით, აი ასეთი უბრალოდ გადმორიცხვა, რომელიც გულისხმობს აი ამ თქვენ შემთხვევაში ინფლუენსერის შემთხვევაში შეიძლება იყოს მარტო კომერციული მიზნებისთვის ან მეგობარმა გადმოგირიცხოს, რომელიც უცხოეთის მოქალაქე არის, შეიძლება ახმულ იქნას ეს როგორც გრანტი, თუ თქვენ რაღაც ვიდეოს გამოაქვეყნეთ, პოსტ დაწერთ ან იაქტიურებთ საჯაროდ რაიმე პოლიტიკასთან დაკავშირებით, აქ საუბარი არ არის პარტიულ პოლიტიკაზე, ჩვეულებრივი საკითხები, როგორც რაღაც ყოფითი საკითხები, გზები, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასე შემდეგ, ამაზე აზრის დაფიქსირება შეიძლება ჩათვლილი იყოს როგორც საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ცნელობა, ხო? შესაბამისად ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს. მიზანი არის ის, რომ ყველა ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, რომ რაიმე აქტივობა განახორციელოს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება პოლიტიკასთან იყოს შემხებლობაში, ყველა ადამიანს ჰქონდეს ჩართული ეგრეთ წოდებული რაღაცა თვითცენზურის მექანიზმი, რომ ამით ხო არ შეიძლება რომ რაღაც კანონს არ ღოდე და ამის გამო შეიძლება პასუხისმგებლობაში მიეცა. თუკი ამ დრომდე მიღებული კანონები ეხებოდა არასამთავრობო სექტორს, მედიას, საშუალებებს, სხვადასხვა ორგანიზაციას, იურისტების თქმით ეს კანონი უკვე შეეხება ყველა მოქალაქეს და ამ კანონის მოქმედების რისკი ექმნება ყველა ადამიანს, რომელიც იღებს ფინანსურ მხარდაჭერას უცხოეთიდან და ამ ფინანსებს შესაძლოა ის იყენებდეს მის ცხოვრებაში ისეთი საქმიანობისთვის, რაც შეიძლება პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს და მათ შორის ასევე უკავშირდებოდეს ისეთ თემებს, რაც უშუალოდ არ არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, მაგრამ ეხება საზოგადოდ პოლიტიკას. შესაბამისად, იურისტები ამბობენ, რომ ეს კანონი არის არაკონსტიტუციური, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და ბუნებრივია არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რომელიც დაიწყო ქართულმა ოცნებამ 2024 წელს რუსული კანონის მიღებით. ეს კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია პარლამენტში და ქართული ოცნება აპირებს, რომ ამ პროტესტის და წინააღმდეგობის მიუხედავად მისი განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყოს.